გამარჯობა, მე გიორგი ვარ და დღეს წარმოგიდგენთ Asus-ის ორ gaming laptops, Asus ROG G16 და Asus ROG Strix G18-ს. როგორც ყოველთვის, Asus-მა წელსაც არ გაგვიცრუა იმედი და პრემიუმ gaming laptopებში უკონკურენტო მოდელებს გვთავაზობს. დავიწყოთ Strix G16-ით. მისი პროცესორი Intel Core Ultra 9 275HX-ია, 24 ბირთვით და 5.4 GHz სიჩქარით. თანამედროვე დესკტოპების დონეს არ ჩამოუვარდება. ამას დამატებული Nvidia RTX 5080 ვიდეო ბარათით და VRAM 16 GB-ით, რომელიც AAA თამაშების გარდა კომპლექსურ გრაფიკულ დავალებებსაც უპრობლემოდ ართმევს თავს. იქნება ეს მონტაჟი თუ 3D მოდელირება. ამ ყველაფერს უმკლავდება 32 GB-იანი DDR5 ოპერატიული მეხსიერების წყალობით, რომლის სიჩქარეც 5200 MHz-ია. რაც შეეხება შიდა მეხსიერებას, აქვს 1 TB SSD, რაც იძლევა მონაცემების სწრაფი შენახვა მოძიების საშუალებას. 16 ინჩიანი QHD+ 240 Hz-იანი ეკრანი, არის ძალიან ნათელი და სწრაფი. გამოირჩევა მკაფიო ფერებით. ეს ყველაფერი კი გზემოთ ხსენებულ ვიდეო ბარათის პერფორმანსისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. G16-ის პორტების რაოდენობა საკმარისზე მეტია. 2 Thunderbolt-ი, 3 USB 3.2, HDMI და 3.5 mm-იანი აუდიო ჯეკი. ვიზუალურად корпуსი არის სადა. გრაფიტი, ნაცისფერი ალუმინის და პლასმასის კომბინაცია. პრემიუმ დიზაინის ერწყმის RGB კლავიატურა, რაც გეიმინგ ლეპტოპების ხელწერას არ ყალატებს. და მეორე მოდელი, რასაც განვიხილავთ, ასევე მაღალი წარმადობის ლეპტოპი ROG Strix Scar 18-ია. ეკრანი ტექნიკურად G16-ის იდენტური აქვს, მაგრამ 2 ინჩით გაზრდილია, ანუ 18 ინჩია. პროცესორი იგივე Intel Core Ultra 9, ხოლო ვიდეო ბარათი Nvidia RTX 5090 VRAM 24 GB-ით. გაზრდილია ასევე შიდა მეხსიერება SSD 2 TB-მდე. რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებას, აქვს 64 GB DDR5 5600 MHz სიჩქარით. პორტები როგორც წინა მოდელს 2 Thunderbolt-ი, HDMI, 3 USB 3.2 და 3.5 mm-იანი აუდიო ჯეკი. корпуსის ძირითადი ფერი არის შავი, ნაზი ტექსტურით და კაშკაშა გეიმინგ ესთეტიკით. აქვს უნიკალური Anime Vision, რაც საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი ვიზუალური ეფექტი, GIF ან ტექსტი უკანა პანელზე გადმოიტანო. საბოლოო ჯამში გვაქვს ორი უძლიერესი გეიმინგ ლეპტოპი. G16, უფრო კომპაქტური sleeper build-ი, ხოლო Scar-ი ფლაგმანური მეტი სპეციფექტებით და პერფორმანსით. დღეისათვის სულ ეს იყო. დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით აღწერაში მითებულ გმულს. მე კი დროებით დაგემშვიდობებით.